საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის დაბადებიდან 140 წლის თავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა. საიუბილეო სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ მარიამ დიდებულიძე და ზაზა სხირტლაძე. აქ შეკრებილები გიორგი ჩუბინაშვილის ცხოვრებასა და მის უდიდეს ღვაწლზე საუბრობდნენ. შეხვედრას აკადემიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი ჩუბინაშვილი არის ამაგდარი ქართული მეცნიერების წინაშე. ჩვენ გაიცათ აღვნიშნავთ იუბილეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა. გიორგი ჩუბინაშვილი გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი იმ 16-თაგანი, რომელმაც უნივერსიტეტი 1941 წლის თებერვალში დააფუძნეს. გიორგი ჩუბინაშვილი ფაქტობრივად არის ქართული ხელოვნების ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის დამფუძნებელი, ყველა რგოლის, რომელიც ხელოვნებას სწავლობდა და ხელოვნებათმცოდნეობა მისი შემქმნელი და უდიდესი ამაგდარი. მას აქვს შრომები ქართული ხოროთმოძღვრების შესახებ, ქართული ოქროჭედლობის შესახებ, სხვადასხვა დარგების შესახებ ხელოვნებაში. ასე რომ ეს იყო უნიკალური პიროვნება. შემთხვევითი არ იყო, რომ ბატონი გიორგი, როდესაც თბილისის უნივერსიტეტი დაარსდა, ივანე ჯავახიშვილმა მიიწვია ერთ-ერთ დამფუძნებელად და პირველ პროფესორად. გიორგი ჩუბინაშვილი ეს კი გახდა შემქმნელი დიდი სკოლისა ხელოვნებათმცოდნეობისა და მის შემდეგ თითქმის ყველა ხელოვნებათმცოდნე მისი მოწაფეა, მისი გაზრდილია და სიმართლე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვართ შთამომავლები ამ დიდი მეცნიერისა. დღეს შესრულდა 140 წელი გიორგი ჩუბინაშვილის დაბადებიდან. ეს მნიშვნელოვანი თარიღია, იმიტომ რომ გიორგი ჩუბინაშვილი არის სახელოვნებათმცოდნეო სკოლის დამფუძნებელი საქართველოში. თუმცა ეს სკოლა არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ მეთოდოლოგიურ თანაზიარობას და მეთოდოლოგიურ მიდგომას. ის და მისი სკოლის წარმომადგენლები თანამოზიარენი იყვნენ ათწლეულების განმავლობაში თავისი მსოფლმხედველობით, თავისი ცხოვრების წესით, თავისი მიდგომით ყოველივესადმი. ამიტომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამ სკოლის ჩამოყალიბება. დღევანდელი საიუბილეო შეხვედრა სწორედ მას მიეძღვნა და მასზე წარმოდგენილი გახლდათ ორი მოხსენება. ერთი გახლავთ ჩემი მოხსენება, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილის ცხოვრების ადრეულ პერიოდს ეხება უნივერსიტეტში სახელოვნებათმცოდნეო სკოლის ჩამოყალიბებას და მარიამ დიდებულიძის მოხსენება შეეხება უკვე 40-იანი წლებიდან მოკიდებული ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაფუძნებას და იქ გიორგი ჩუბინაშვილისა და მისი თანამდგომების მოღვაწეობას. დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა ქართული მეცნიერებისთვის და განსაკუთრებით ჩვენი დარგისთვის, ანუ ხელოვნების ისტორიის დარგისთვის, რომლის დამფუძნებელი გახლავთ სწორედ აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი, რომლის დაბადებიდან 140 წელს აღნიშნავ დღეს, სწორედ 21 ნოემბერს დაიბადა იგი. დიდი ღვაწლია გაწეული აი ამ უმნიშვნელოვანესი, მე ვიტყოდი სტრატეგიული დარგისთვის მისი ჩამოყალიბების განვითარების, ვინაიდან ეხლაც კი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად ვიცით ჩვენი ქვეყნის ხელოვნების ისტორია, კულტურის ისტორია, იმიტომ რომ ამითი მოგვაქვს თავი და ამითი შემოდის ჩვენთან ტურიზმის გზით დაფინანსება და ყველაფერი. რაც თავარია, ბატონი გიორგი იყო იმ მეცნიერთა შორის, რომლებმაც მე-20 საუკუნის 10-20 წლებში ისინი, ვინც ყველა მუშაობდა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, დატოვეს ყველაფერი, ჩამოვიდნენ საქართველოში და დააფუძნეს თბილისის უნივერსიტეტი. ეს იყო მნიშვნელოვანი აქტი. ეს არ იყო უბრალოდ უნივერსიტეტის დაფუძნება. ეს იყო საწინდარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ქვეყნის ნორმალური ევროპული განვითარებისთვის. ეს დიდი ადამიანები იყვნენ, განათლებულები, მცოდნენი, მოაზროვნენი, პატრიოტები და ძალიან კარგად ესმოდათ ქვეყანას რა ჭირდება. ქვეყანას ჭირდება განათლებული მოსახლეობა, დიდი მეცნიერები და კარგი უნივერსიტეტები. და მართლა ყველაფერი მიატოვეს მათ შორის ბატონმა გიორგიმაც, ჩამოვიდნენ საქართველოში და შეუდგნენ ამ უზარმაზარ საქმეს. ის რაც ბატონმა გიორგიმ დაძრა, ასე ვთქვათ, აი ესე დიდი კლდე, ეს იყო მის მიერ გაკეთებული წარმოუდგენელი შრომა გაწია და რაც თავია აღზარდა მთელი თაობები ხელოვნების ისტორიკოსებისა, რომელიც აქაც ახლაც ვაგრძელებთ, ხა ვერ შევედრებით ბატონ გიორგის, მაგრამ ვაგრძელებთ მის საქმეს.
რწმენა ჩვენს ცხოვრებაში.